განხილული ინფორმაციის და დასკვაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 69 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას, კორუფციის, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისა და მათთან დაკავშირებული პირების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012-2025 წლებში. სამი საფუძველზე მომზადდება ძალიან ღარი და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც წავა საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დაანონსებული გვაქვს და საზოგადოება დააკვირდება ასევე პირდაპირ ეთერში იმ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ღალატის კომისიის ამოცანა იყო, რომ მან გაამართლოს აგრესორი და საქართველოს მტერი ოკუპანტი რუსეთი და გაამტყუნოს საქართველო. თქვენ მოღალატეებო, რომ ასე პირნათლად ასრულებთ პუტინის დავალებას და მიგაჩნიათ, რომ საქართველოს სიბნელეში, კორუფციაში, კრიმინალში ყოფილა ნორმალური განვითარების გზა და ის რომ საქართველოში კრიმინალი დამარცხდა, კორუფცია დამარცხდა და საქართველოში განათდა ქალაქები და ჩვენი მოსახლეობის სახლები, აშენდა ახალი ქალაქები და გაიზარდა პენსიები და ხელფასები, ეს ყოფილა არანორმალური განვითარების გზა და ნორმალური განვითარების გზიდან გადახვევა.